ნიკა ეს დატოწევს აქ ან როდის მოვიდა ჩვენთან? რა ვიცი აბა, მე იმასაც ვერ ხვდებოდი, აქამდე რა გამრჩებოდა ჩვენთან. შენ აქ რა გინდა? ხო ამბობდი გუში რომ უნდა წავიდე ხვალ ვივარჯიშო, ვირბინო და რატო ხარ აქ? ვირბინე უკვე ეზოში მოედნის გარშემო დავრბოდი, მერე მაღაზიისკენ გავიქეცი, მერე კიდე წინა კორპუსას დავარწე 1-2 წრე. ვა, ყოჩახ ნიკა, ყოჩახ. ყოჩახ მე კი არა, ყოჩახი თეთრ ძაღლს ამდენ ხანს რო დამსდები. მერე კიდე კარგი ემზარებიძია ჩამოვიდა და იმას გაეკიდა. და ელენემ გაიღვიძა? ისევ ცუდ ხასიათზეა ელენე? არა, ბევრად ცუდ ხასიათზეა. ნიკა, მე ხლა მეჩვენება თუ მართლა სწავლობ შენ? არა, არ გეჩვენება, მართლა ვსწავლობ. რა არიცი, რო გავიდე, რომ პაატასაც გიქონია დიპლომი, გადავწყვიტე რომ ვისწავლო სირცხვილია. მე ყველა დამიწყებს რომ შეხედე ნიკა, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ისწავლე, ხო ხედავ, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ მეთქი. ხო, მაგრამ სწავლობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ, ადი ოთახში იქ ისწავლე. ელენე მართლა სწავლობს და ეხლა ლაშა, შენც ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ადი ოთახში. არა, ელენე მართლა კარგი, ესა ელენე, თეკლა რატომ არის აქ, ან როდის მოვიდა, რატო ძინავს ჩვენთან? თქვენ რო გეძინეთ, მაშინ მოვიდა, მაგის გამო მთელი ღამე არ მძინებია. მთელი ღამე არ ძინავს, გვიან მოვიდა? არა, დილის 7 საათზე. მოიცა, აბა მთელი ღამე რატო არ გეძინა? მე 7-ზე მინდოდა დაძინება. ხო, ეს ელენ, მეცედი. აი. და 7 საათზე რაღაცა მოვიდა დილით. ისეთი მთვრალი ვარ, ასეთი მთვრალი სახლში ვერ მივალ, დღეს თქვენთან დავრჩებიო, ამას მეუბნებოდა თვალებით. ისე საერთოდ ვერ ლაპარაკობ და ისეთი მთვრალი იყო. ისეთი მთვრალი იყო, რომ შემოვიდა პირდაპირ აქ დაეძინა? არა, მანდ არა, ლაშა. აი აქ. მერე მე ავაწვინე. ალინა, ასაკეთებ? საუზმეს გიმზადებ. დადი შენ და უცებ გინერმა. აი, ამ ჩანთას მიხედა, თორე დამჩება ნახდათვის. ეხლავე გაისწორე ესა. რა გვაქვს? რა გვაქვს და მჟაუნა სუპი. ხო იცი უზმოზე რა კარგია მჟაუნა. მჟაუნა სუპი კარგია, მაგრამ ის არის, რა ქვია, აი, სოსისი აქ და მომიხარშე რა. კი არ დაიწყო, ეხლა ხორცი თუ არ ვჭამე ვერ ძღებიო. ეხლა ისე ნუიზამონო, ამდენი წლის ნაშენები ურთიერთობა, სოსისის და მჟაუნის გამო თავზე დაგვენხებს. რა ხდება ქვეყანაზე? ია. გუშინ გვიანობამდე კითხულობდი? კი, 4-მდე. მერე როგორ დამთავრდა? რა ვიცი, ალინა. მაღალი ძაბვის საძენების გამტანინობაზე იყო ციგნი და კარგად გაატარა ბოლოს. ეს კარადა ყავისფერი არის ხო? იცი რატომ მემართა? იმდენი ხეხე რო გათეთრდა ცოტა.
აი ესე ხდება. ხო და მაგიტომაც გავხეხე. გია. დამავიწყდა მე თქვა ბავშვმა მითხრა ფული დამიტოვოს მამამ შარვალი მინდა ვიყიდო. კარგი დავტოვებ, მაგრამ შენც უნდა გაყვეცო. რა თუნდა ჩემი გაყოლა დიდია უკვე თვითონ წავა. რა თუნდა და წინათვეში რომ მივეცი ფული ვერ ნახე როგორ ჯემპრი იყიდა, არ გასულს ასგავდა. ფოტოშოპი ის ჯემპრი კი არა შარვალი იყო. ეცე კაცო ის უშო ჯემპრი შარვალია? კარგი რა. კაი მივცემ ხო. მერე მივცემ. გია. იცი რა, რაღაცა გაუცხოებულია ძალიან ბავშვი. საერთოდ აღარ მელაპარაკება. მთელი დღე შემძროლია იმ თავის Facebook-ში. მე მაგას ავედი, მაგაზე და დოხკაცო, გააკეთე შენი Facebook-ი და ეჩათავე ხოლმე. საერთოდ არ გაინტერესებს ჩვენი ოჯახის ამბავი. რა დოლაპარაკობ ახლა მაგას? უბრალოდ ამის ვერაფერი ვერ შევაგნებინე. ეს სალომე ხო გვიჯერებს, კი, მაგრამ ეს არა. აი უყურე, პოლიტიკა მაგას არ აინტერესებს. ფეხბურთი მაგას არ აინტერესებს. ძმაკაცებთან ერთად კეიფი და დროსტარება ხო არ აინტერესებს და არ აინტერესებს. რანაირი ქართველია ეს? ეყოფა ნუ დაიწყე. ვერ გავიგებთ ჩვენ სხვა თაობა. მომისმინე ახლა კარგად. ესე იგი, აქ ჩაგიდე. ხაჭაპური. კატლეტი, პიურე, ეხლა ჩავდებ ვაშლს და წვენს. იცოდე სამსახურში მშიერმა არიარო რა. როგორ სამსახურში მიშვებთ და თავგადასავლების საძიებლად გამაგებინე. არიცი შენი კუჭის ამბავი? რა დღეში გაქვს კუჭი ხომ იცი? და რატო გიყვარს ესეთი ესე მოქცევა? ესე დაიჭირეს. გია ვის ველაპარაკები? მოიცა რა ჩემ სამსახურზე ლაპარაკობ რაღაცას კაცო. ხო და წადი სამსახურში დაგაგვიანდება და მაგას იქაც გაიგებ. აინა მოიცა და შეიძლება ჩემ თანაშრომელს დააგვიანდეს 2 და 5 წლამდე დამაცადე. პატა, რა სიმპათიური ხარ? რა არის პატა, რას გავხარ? მოეწონე. ელენე, ეს ყავას გამიკეთებ, ხო? არა. ძალიან ცუდ ხასიათზეა ისე. ელენე, ერთი ისეთი ჭიქა ყავა გამიკეთე, რომ აი წარმოიდგინე, ძალიან ცუდი რო იყოს, წყალ-წყალა რო იყოს და რომ დავლიო და მუცელიო ჩამისკდეს ეგრევე. არა. პატა, ეთი იცი რა მითხარი? გუშინ მუცელზე რატომ აბობხდებოდი? არიცი. ერთვით პატა. ელი, მოიდი დეგემიდი, მოიდი. აი ასე უნდა და ძალიან მარტივად დავნე. აი ესე. რატომ აბობხდებოდი წუხელ მუცელზე ამაზე პასუხი არ გადმოიცი? ხო, რა არის ილაშა? სიზმარი ნახე. შუა ზღვაში ვიყავი და ვიხჩობოდი. და ვიფიქრე, არა, ძალიან შემეშინდა, ლაშა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, არა, მე არ დავიხჩობი, არა. დავინახე მორი, პატარა მორი და წესიერად ილაპარაკე კაცო, რა არის? დავინახე ეს პატარა მორი და ეხლა მეთქი, ხო არ დავიხჩობი თქო, ასე ბოლო-ბოლო და ადექი და გადავწყვიტე რომ აფოფხებული ყავი ზეთ, ხო და ესე ავფოფხდი და მე პრინციპში რა პატარა შენ ხარ, მაგრამ მორს კი გავხარ მაინც ისე. წესიერად ესე ვიცი მე და. მეც ნახე სიზმარი. მართლა, რა სიზმარი ნახე. რა სიზმარი ლაშე და ულამაზეს მწვანე მინდორში ვიდექი. გარშემო სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, მზე ანათებდა და ამ დელოზე მოვდიოდი მე თავზე. ყვავილების გვირგვინი მედგა და უბედნიერესი ვიყავი და ამ დროს გამოჩნდა ილია. მაშინვე შავი ღრუბელი წამოვიდა, მზეს გადაეფარა, წამოვიდა წვიმა. ამოვარდა ქარიშხალი, ამ ქარიშხალმა კლდეს მიანარცხა. მერე მოვიდნენ გლები, დაძიძგნეს, მერე მოფრინდნენ სვავები, იმათმაც დაძიძგნეს და ესე ძიძგნიდნენ. უიცი ამფიქრე? ამ ცხარი ხარ გავაკეთო და იმ პირდაპირ მეზობლებს შეუტანო.
ამ დილით ძალიან მაგარი ჩახუხბილი გავაკეთე. ეხლა ნამცხვარსაც გავაკეთე და ორივე შეუტან. თან გუში რა მოხდა, იცი? თევს რო ვწვავდი. გარედან ხმები შემომესმა სადარბაზოდან. უფ რა კარგი სუნია, ცოტა ხანი ხო არ გავჩერდე თუ მე მგონი მოყურადებული ქონდათ. შეუტანეთ ამ ბარემ ახლოსაც გაიცნობ. მომისმინე ისა ლაშა ის ბიჭია სუქანი რომ არის. ნუ ეგა. ხო მაშინ ამით გავ. რეზი გორაშვება. აი მე არიცი მაგის ხასიათი, ამ დილით საჭმელი მივეცი და პირს არ აკარებს. ყოვა ეწყინა. ჩვენ ოთახში რომ არ დავაძინეთ. მაღაზია ალბათ გაბრაზებული. ხო, მოიცა შემოვიდა. რეზი გაიყინე. რეზი, აბა რა მექნა? ამ მასტიკის სუნში ხომ არ გამყოფებდია რა. გია, ისევ არის ხო მასტიკის სუნი? რა ვქნათ? ხო იცი როგორი ალერგია აქვს მძაფრ სუნებზე და რა უყოთ? რა ვიცი, რა უნდა. ნუ რომ გავუდან საჭმელს. თქო რომ ეგეს დაიტოვო ცოტა ხნით. მე შემოდი გაანევა ახლა და შემოიყვანე უკან. თანებად პატარა ნიკა ხავ ცოტას გაერთო ბავშვი. მართალია. ცოტა ხანი გაგიყვან და მე მერე შემოგიყვან. ხო? რაო, დაგტანხნა თუ ხმას დაგიღებს რატომღაც. კარგი. კარგი რა ნახე რა სევდიანია. ხო, გუშინ ერთად უყურე საინფორმაციოს და იმის მერე ეგრე. ეთყობა თვითმმართველობის ამბებზე არის განერვებული. რეზიგო. კიდე მანძი ხარ ბიჭო? არა, ყველა შეეწყალეს და შენ რაღაც დაგემართა. ავიდე. ზაავს მოვალ. აპ. აი, ხო ხედავ, აი აქ რომ არ დაგედო, ნამდვილად დაგჭებოდა. გია გეხვეწები რა, აი ეს ორი ცალი კატლეტია და გეხვეწები, წაიღე და შესვენებაზე შეჭამ რა. აი, მაშინ აი ეს ძველები გადაყარე. თაგვი. ქვემოთ მოდიხარ? ფეხით. და ჩე. წავიდა. სხვანაირი ტიპია რა. რა მაინტერესებს ის რა ქვია? ამას რა ჭირს? შემთხვევით ხო არ? კი. აუ, საწყალითე როგორ უნდა რომ ჩემ სამსახურს მოსწრებოდა, როგორ უნდა. ადექი გამაცილე გოგო სამსახურში, ვინტი ვარ გოგო. ადექი გოგო. არ გააღვიძო ცოდუა. რაო, რა თქვი შენ სად მიდიხარ, რაო? აი, თავიდანვე გეკითხა, სად მივდივარ და გუშინ დამირეკეს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და მითხრეს ბატონო პაატაო. ძალიან გთხოვთ ჩვენთან ტესტირებაზე მობრძანდეთო და თუ ტესტირებას წარმატებით გაივლით, არ არის გამორიცხული რომ სტაჟიორად აგიყვანოთ სამსახურშიო, ხო და ეხლა მიბრძანდება ბატონი პაატა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ბატონი პაატა. ხო, ისე პაატა მაგ სამინისტროს სახელწოდებიდან ყველაზე ძალიან შენ რეგიონი გიხდება. სხვათა შორის გუშინ ფრიდონმა დარეკა. ой, მართლა რაო? რა ვიცი, ჩავედიო თუ არ ჩავედიო, არ ვიცი, არ უსმენდი. თუ გაინტერესებს, შეგიძლია დაურეკო და კითხო. არა იყოს. ძალიან გიმრიელი ყავა ელენის სხვათა შორის მადლობა. მომისმინე ხლა რაო შენ ესე იგი გასაუბრებაზე თუ ტესტირებაზე მიდიხარ და ეხლა იქ რო რაღაც გასაუბრებაზე რაღაცები კითხო რა უნდა უპასო. რა ვიცი ლაშა მივალ. ნახავ ადამიანს დავჯდები. მე ჩემსას მოუყვები ის თავისას მომიყვება გადაუშვეთ გულს ერთმანეთს. რა ვიცი ეს და რაღაცა იქნება, რა ვიცი აბა. ისე მართლა შენ ხუმრობ ეხლა.
შეხუმრობ ეხლა. შეხუმრობ ეხლა და მომისმენ ერთი წუთი მართლა ნუხუმ. მართლა რომ კითხონ ეხლა დამისვან და კითხვები რომ დამისვან და რაღაც რა უპასუხო რა უთხრა კი არ ვიცი. არაფერი პატა, არაფერი ეხლა შენ, რა ვიცი თუ ალბათ შენ კითხავე რეგიონთან რამე შეხება თუ გაქვს. მე რა უპასუხო. არ გინდა შენ არაფრის პასუხი არ გინდა პატა. იდექი ისე, შენთვის იდექი პატა. გაიღიმი და თვითონ მიხვდებია რომ გააქვს კავშირი. ამანებეთ თავი ერთი რა. წავედი თავის. აბა კარგად იყავით ელენე შენიცი და არ გინდა ეს ნერვიულობა და რაღაცა. წავედი მე, აბა დროებით კარგი. საწყალითე. არ შემიძლია ამის ყურება შევალმე. დაიხსნა. დიპლომის საწავიხო ეს დიპლომის უკაცრავად აი ეს დიპლომი რო დავდო ჩემს მაგიდაზე აი ეს დიპლომი ხელში არ შეგისვით მაპატი დიპლომი თქვენ უკაცრავად არა ხო დიპლომს აქ კარგით მაშინ აი ეგ დავდებთ თუ ხელს არ შეგისვით მადლობა კაცრავად ის აქ რაღაც გაუგებრობაა მე მგონი ეს არ უნდა დავწერო იმიტომ რომ მე დიპლომი მაქვს დიახ დიპლომი მაქვს და მე ეგრე შუაში მაინც უნდა დაწეროთ ხო მაგრამ აქ რაც წერია მე ეს ყველაფერი ვიცი და მაინც დიახ მაინც არა თქვენ ვერ გამიგეთ იცით მე არ მიყვარს ეს ზედმეტად თავის გამოჩენა მატრაკვეცობები რაღაცეები ხო ხდება გასაგებია, მაგრამ ყველა ვარიანტი უნდა დაწეროთ. იცით, დიახ, დაბრძანეთ. მადლობა. მაშასე თქვენ დაგირიგდათ ტესტები. ყველა კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი, ამათაგან უნდა შემოხაზოთ მხოლოდ ერთი. დიახ, უკაცრავად. ჩვენ როგორ უნდა შემოხაზოთ ახლა ნებისმიერი ერთი თუ რომელიც სწორი პასუხია ის? რა თქმა უნდა, რომელიც სწორი გონიათ ის უნდა შემოხაზოთ. ისიც რა თქვენ ვერ გამიგეთ რა მაინტერესებს ისიც ანუ რომელიც სწორი პასუხი აუცილებლად ის უნდა შემოხაზოთ თუ დანარჩენი სამი შემოხაზოთ და ეს სწორი დავტოვოთ აი თქვენი სახელი პაატა ბატონი პაატა თქვენ რომელიც სწორი გონიათ ის უნდა შემოხაზოთ დიახ ორძანდით ინსტრუქცია აი აქ არის პირველ გვერდზე პირველ გვერდზე რასაი აბა მე მეორეზე რას ვეძებდი და რა უნდა კითხოთ ისეთ აი უკაცრავად მაგრამ აი აქ ეხლა როგორებიც არის ეს მრგვალები ხო ხდებით აი ესეთ ლამაზ მრგვალებს ვერ ვაკეთებ მე და აი დაახლოებით აი ესეთი რო იყოს ოვალური აი ესეთი აი ასეთი რო იყოს თუ შეიძლება რომ ეს დავტოვოთ ეს ვარიანტი არა უშავს შეიძლება ხო არა უშავს ხო ამას გადავში აქ ხო არ დაგიტოვებთ მაინც კარგით ეს სამუშაოდ გაქვთ 45 წუთი. დიახ, გასაგებია, ხო და 4 საათზე ვამთავრებთ. და უფრო მალე რომ მორჩი და რო წავიდა, ხო შეიძლება, ხო? კი, შეიძლება, მაგრამ სად ვიჩქარებათ? რას ქვია სად მიჩქარ, რას ლაპარაკობ? მეგობრებო, თუ შეიძლება კოლეგებო ერთი წუთით ყურადღებით მომისმენთ. მაპატი, ცირეოდენ დროს აგართმეთ, იცით რა არის? აქ დაკარგული ნებისმიერი წუთი. ნებისმიერი წამი.
ცუდად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასე რომ კოლეგებო, ყურადღებით თუ შეიძლება. თავარია 45 წუთს არ გადააცილოთ. რა თქმა უნდა. და როცა გნებავთ, მაშინ დაამთავრეთ. რა თქმა უნდა. დიახ. რა მეინტერესებს ისიც? იმედია აქ დაფიქსირებული შედეგი საბოლოოდ არ იმოქმედებს ხო ალბათ იმაზე ვის აიყვან სამსახურში და ვის არა? არა, რა თქმა უნდა. ვინც ტესტს ჩააბარებს, იმას ავიყვანთ სტაჟიორად. ვინც ვერ ჩააბარებ დიპლომს ხო არ წაართ მე? არა, რა თქმა უნდა. კიდევ გაქვთ ვინმე შეკითხვა? მე მაქვს ერთი შეკითხვა. ისმენთ. საჭირო ოთახში თუ შეიძლება. შეიძლება მიმზანდით. კი ბატონო, მადლობა. ტესტი დატოვეთ. ტესტით არ შეიძლება. აბა ისე რა მინდა ეხლა? მაშინ მოიწმენე ბავში ხო არ ვარ ბოლოს და ბოლოს. დიახ. სადაარტყარა, სად არ ამყავს ზიდანი რა? ვანელაშა გააღე, კარი ამეხადა ტვინი. ვაღე ბელენე, ვაღე. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობა სოფი, მოდი. თეკლა აქ არის? ფიზიკურად კი. აქ არის, ესე იგი. ესე იგი ჯერ არ გინახავთ, ხო, პირსინგი რო გაიკეთა? რა? ეთყობა ღამე იყო და მაგიტომ ვერ დავინახე. ხო, გუშინ ვიყავით ბარში, იქ დავლიეთ. მე წავედით კლუბში, იქაც დავლიეთ და მე ისე დათრო რომ წარბი გაიხრიდა. აი მე გაგიჟდა, მოკლავს ნერსე. ალბათ თვითონაც არ ახსოვს. თვითონაც არ ვახ, ესე იგი ძალიან მაგარი სანახაობა გველოდება წინ? გოგოებო გააღვიძეთ. თეკლა. რას მომაშტერდით? არაფერი. აუ თავი. წავალ ბაზანაში შევა. ახლა ნახეთ ამის კივილი სარკეში რო ჩაიხედება. მომეჩვენა რომ ტარაკანა იყო აბაზანაში. აი ხო უყურე. არა, მომეჩვენა მართლა ყოფილა. თეკლა. მოდი აბა ერთი სარკეში ჩაიხედე, ნახე როგორ კარგად გამოიყურები. მიდი ჩაიხედე. მართლა? მიდი ხო, მიდი ჩქარა, რა ხო ხედავ როგორ. კანი როგორ გამომიშრა? დავიტანჯე თეკლა კარგად ჩაიხედე სარკეში. ვაიმე, თვალები რას მიგავს? რა? ვაიმე, თეთრი თმა შევამჩნია მე მგონი. ელენე, ახალი სარკე იყიდე, ხო? კარგი რა თეკლა რა, კარგი რა. წესიერად ჩაიხედე ამ სარკეში კაცო. პირსინგია გაკეთებული. ამ სპილოს კიდევ ვერაფერში ვერ გამოიყენებ ნერვებს. პირსინგი გავიკეთე. რაღა აზრია ხე, რაღა აზრია, დაბა. ისე თეკლა გიხდება შენ ეგ პირსინგი. სოფი, შენ კიდე ეგ ბეტმენის სათვალეები. მაგრამ თეკლა ისე ეგ პირსინგი ჩალურჯებულ თვალზე უფრო მოგიხდება. კარგი ვაჭარა, სოფი, რატო არ გამაჩერე? ჭიბზე, ენაზე და მეორე წარბზე გაგაჩერე და მაგაზე ვეღარ. თეკლა, ტატუ უნდა გაგეკეთებინა მთელ სახეზე და მაშინ მამა შენი ვერ გიცნობდა და აღარ გეჩხუბებოდა. არა, ისე თეკლა, რა არის იცი, არ ამგონია ნერსე იმაზე უარესი გაგიკეთოს, ვიდრე ეს წარბში რკინის გაყრა. ხო, თეკლა, მამა შენია ბოლოს და ბოლოს. რა მამა ჩემი რო ვიცი რას მიზამს?
არა, უნდა მოვიხსნა. არა, თეკლა, იმ კაცმა თქვა, ერთი კვირა უნდა გეკეთოს, თორე შეიძლება გაღიზიანდეს და უფრო ცუდი რამ შედეგები მოყვეს. სოფი, მომისმინე მამა ჩემა რომ ეს ნახოს, ის უფრო გაღიზიანდება და უარესი შედეგი მოყვება დამიჯერ. მომისმინე თეკლა. აი საკვალე გაიკეთე, ერთი კვირა დაფარავს და მე მოიხსნი პირსინგს. მე დიდი მადლობა სოფი, მაგრამ მამა ჩემი მაგაზე უფრო მეჩხუბება. არ გინდა, ნუ გინდა. ვაიმე, მე ტატუ გამიგეთებია. სოფი, ეს კლუბში შესასვლელი ბეჭედია. კლუბში შესასვლელი ბეჭედი დავიხატე? არა, გოგო, ეგ არის რო ის. არა. არა, უნდა წავიდე და მამა ჩემს უნდა დაველაპარაკო, მაგრამ ვინმე წამომყევით? მე. არავის არ უნდა წამოყოლა? მე. კარგი, მე თვითონ ავარჩევ. ლაშა, შენ. ვიცოდი რა, ვიცოდი. ლაშა, შენ კაცი ხარ და კაცურად აუხსნი ყველაფერს. რა საუხსნი? თეკლა კაცურად რა საუხსნი, გამაგებინე. პირსინგი რო გაიკეთე, ამას კაცურად აუხსნი? ამის ახსნას რო დავიწყებ, თავის ხანჯალს ჩამარჭობ სადმე და ჩამიტოვებს პირსინგად. ლაშა, გთხოვ. არამედ. ლაშა, დიდი მადლობა, რა კარგი ბიჭი ხარ რომ მომყვები. კარგი რა თეკლა რა. კარგი ბიჭი ვარ და კარგი ვარ რომ მოყვები? კი. ეს არის. გამარჯობა. თქვენ ალბათ ელენე. არა, მე სოფი. ვინ არის სოფი? ვიღაცა დაბნეული ქალია, მე მგონი ნამსხვრებს და ფრინველებს ყიდის. გამარჯობათ, მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ. გაიცანით ხალბატონო მარინა, ეს არის ელენე, ჩემი და, ხოლო ესენი არიან ჩემი დის მეგობრები, სოფი და თეკლა. ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნო. გაიცანით, ეს ჩვენი რეზიკოა. მამას გავს. მობრძანდით, დაბრძანდით. არა, უნდა წავიდე. აი ეს ჩახოხბილი და ნამცხვარი გამომართვით. იმედია ასე ტკბილად ვიმეზობლებთ. ამას მე მივხედავ. ერთი სათხოვარი მაქვს. იცით, ამდილით მასტიკა მოუსვი და რეზიკო ვერიტანს მასტიკის სუნს ალერგია აქვს. აივანზე ვეღარ გავიყვან, გაიყინება. თუ შეიძლება ცოტა ხნით დავტოვებ თქვენთან. სულ 2 საათით საერთოდ არ შეგაწუხებთ, ჩუმად იჯდება თავისთვის, ხმას არ ამოიღებს. კი, რა პრობლემა? დიდი მადლობა. 2 საათში შემოვივლი და ჩემს რეზიკოს და ნამცხვარს გავიტან. ვიღუმრე ნამცხვარი თქვენთვის. რა კარგი სუნი აქვს, როგორ აკეთებთ? ძალიან მარტივად. ესე იგი, ავიღებთ კვერცხს, ფქვილს, შაქარს, ბანიებს, გავაღებთ ღუმელის კარს, გამოვიღებთ, გადავასხავთ ცხელ შოკოლადს. სევიდან ხო? მორჩა, ყველაფერი მზად არის. სულ 15 წუთი ჭირდება. ძალიან მარტივია. 20 წუთი ილაპარაკა და 15 წუთი როგორ ჭირდება. ძალიან კარგი, ელენე დაიმახსოვრე ხო? კი. როგორც უნდა გააკეთე, ხო? კარგით, მე წავედი და 2 საათში. ხო, შემოივლით თოთი ყურში. ისა, ხალბატონო მარინა. რა მინდა გითხრა? ლაშა. უბრალოდ ხალბატონო. ხალბატონო, უბრალოდ. მაგრამ ლაშა, ვიხურე, რა დაგემართე მარინა დამიძახე. მარინა. იქნებ დღეს საღამოს. თქვენ და გია რო შემოვბრძანდეთ ჩვენთან, რაღაც ვახშამ ვივახშმოთ ერთად მეზობლები უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს. აი ელენე გააკეთებს, მოამზადებს რაღაცებს, ხო? დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი. შევთანხმდით საღამომდე. ნახვამდის. დროებით. კარგი რა ლაშა, რა ხე საჭulis მომზადების ნერვები მაქვს მე? კარგი, ეხლა დაწყარდი დამშვიდი, კაცო. მეზობლები გადმოვიდნენ რაღაცა, მოამზადე, ცოტა გადაიტა ყურადღებას ამ საჭulis მომზადებაში, აბა, როგორ გინდა შენ? ლაშა და ეს საჭმელი სხვა ჭურჭელში რომ გადავდოთ, მიხვდება რომ მაგისია? კაცო, როგორ უნდა გადავიღოთ მაგას? ვერ ხვდება. რა მაგარია.
რა არის? რა უნდა? არა ისე პრინციპში, რა უნდა მიქნას ახლა ისეთი ნერსე, ჰა? არა, არაფერსაც არ მისავს. სასწრაფოს გამოუძახეთ მაინც. არა, რა უნდა მიქნას ახლა არაფერსაც არ მისავს, ნერსე არაფერსაც არ მისავს, პატრონს გამოუძახო ჯობია. ლაშა მალე მოვა. მალე მოვა? კი. ხო, მიდი მაშინ დედაშენს დაუძახე. მიშველის ვითომ? გიშველის კი არ გამოემშვიდობე. რამაცებს, რამაცებს. არა ისე ყოჩახ რა თეკლა ყოჩახ. რა მალე იცვლი კაცო ამ ლიფტში გავგიჟდი რა. ხო, ლაშა ხო თავიდან მიჭირდა 200 ჩამოსვლა მჭირდებოდა ხოლმე და ეხლა ნელ-ნელა ვისწავლე. მოიცა რაღაცა ხმა იყო, მე მგონი მოვიდა. მოვიდა? რასაკეთებ კაცო? რასაკეთებ? რას მე ჩამოიფარე ჯერ პირდაპირ ასე ნუ დახვდები პირსინგით. ჩამოიფარე და ნელ-ნელა შევაპარო და ისე უთხარი. თმა? თმა ჩამოიფარე ხო აბა მე? მართალი ხარ ხო? ხო, ხო. არა, რატო წამომიყვანე რა? რატო წამომიყვანე თეკლა რა? ჩემ წამოყვანეს, პაატა წამოგეყვანა, არ ჯობდა. რატო? რატო? 1-2 კვირა იმის ცემაში გაერთობოდა და დაამიწყებოდა შეიძლება. ლაშა. რამაცი. აბა, რამაცი. ახლა ნორმალურია. ლაშა, გამარჯობა, გამარჯობა. მოდი დაჯექი. აბა, როგორ ახარ რა ხდება შენსკენ? ვართ, კარგად არა გვიშავს, მადლობთ. ხო. ის, ნახე. პატა? პატა, ხო, პატა. ნახე და ისევ ცემე ბატონონეს, ისევ ცემე, ისე გაძლივს გამომაგლიჯეს ხელი და რა. მე გავიგე რომ შენთან ცხოვრობს თურმე. ახლა ხო ცემე და მკურნალობ, აბა სხვა რა გზა. ახლა როგორ არის? ეხლა კარგად არის, კარგად. კარგად. ცუდად არის, ცუდად. კეთილი ღმერთმა სულ ცუდად ამყოფოს. ამინ. ჩემი კარგი მამიკო სად იყო? ჯადიკო. ქვევით ვიყავი გოჩიაშვილების თევოს უსაყვედურე. 21 წლის თითის ტოლა გოგომ თმები შეიღება. არ მოგიწევს. მართლა შენი და თეო როგორ არის? ჩემი და ელინე? კარგად არის, კარგად არის. კარგად ახლა გაიხრიტა წარბი ბატონესე და დადის გახარებული აქეთ-იქით ესე. წარბი? კი. აბა, კარგია. რა, კარგია? ელენემ რომ წარბი გაიხრიტა, კარგია? კი, мама ეხლა ლეხის ქალი რო წარბს გაიხრიტავს, აი, თავადის ქალმა რო გაიხრიტოს, რა გემრიელი ნამცხვარია რა. რა კარგი ქალი ჩანს ეს მარინა. მაგრამ სოფი, მაგას თუ გონია რომ კარგი კულინარია და მე ცუდი, ძალიან ცდება. იცი რა არის ელენე, მე მგონი უბრალოდ პატივისცემა უნდოდა და მაგიტომ შემოიტანა. მართალი ხარ სოფი, მართალი. მაგრამ მაგას თუ გონია, რახან თვითონ პირველმა შემომაწოდა რაღაც და მე უზრდელი ვარ, ძალიან ცდება. მოდი ჯობია მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ დღესაღამოს, მაინც დაპატიშალა შამის ხალხი. მართალი ხარ სოფი, უნდა მოვიფიქროთ. სალათი რო გავაკეთო? სალათი კარგია, რომელი? ბერძნული. თუ ცეზარი? არა, ცეზარის გაკეთება არ ვიცი. კარგი ბერძნული. რა უნდა უქნათ? რა ვიცი, სოფი, რაც გვაქვს, იმას უზავ. ელენე, რას აკეთებ? სოუს. აბა სალათიო? სალათი დავიწყე და სოუსი გამომივიდა. სად არის? სოფი, აბა გამისინჯე. როგორია? ეტყობა როგორ ხასიათზეც იყავი. არიცი შენ. ნიკა დედიკო მოდი. აბა გამისინჯე. აქვს? არა. რა, მიდი. მიდი. როგორია? რომ გითხრათ, ცუდია თქო,
ალბათ მეჩხუბები, ხო? კი, ძალიან. მაშინ არა, ისეთი ცუდია, რომ ვერ მოგატყუა. არ იცით თქვენ რა. ძალიან გემრიელია, უბრალოდ არ მშია და მეტი არ მინდა. თმებზე რა გჭირს? გაისწორე, რატო გაქეცნე? მირეკავენ. ეგლა მე მგონი შენ რაღაცას მიმალავ. აბა ერთი თვალებში ჩამხედე. ცალ-თვალში რომ ჩაქრება. ისა თვალში? ბატონო, ესე მე ავხსნი ალბათ ამ ყველაფერს. თეკლამ საყურე გაიკეთა. საყურე გაიკეთა. საყურე? რა მოხდა? ცოტა ზევით მოუვიდა. როგორ ზევით მოუვიდა? აი ესე. ხორდა? აი აქ უნდა. ვაი, გული. არ გაქვს მამაწნევა. ხო და ბატონო ნერს ამ ბრძოლის მერე მეფე გიორგიმ ყველას დართო ნებართვა რომ მეტარებინათ პირსინგი. როგორც ესე ვაშკაცობის და სამშობლოსათვის ერთგულების სიმბოლო. ლაშა, შენ მიყვები მე თავადიშვილობის ამბებს, ა? გაკნათ ბატონო ესე ჩვენ გლეხებმა ყველაფერი ვიცით, ჭორაობა გვიყვარს. აიცი მე შენ ატივს გცემ და ჯერა. აქ იყოს. კეთილი. ხალხს. აი მე მამაში ყველაზე საყვარელი მამიკო ხარ. კარგი. კარგი ახლა არ მიყვარს, კარგი გეყოფა. გეყოფა მე. ყოფა კი არა, ვერ გამოდივარ, პირსინგით გამოვედე რაღაცა. აშა. და მოხდე, რაღაცა ვიყავი რა. შეკითხვები აღარა გაქვს, დაიწყეთ მუშაობა. მე მაქვს ერთი შეკითხვა. მე მინდა მოგმართოთ ჩვენი თემის. მე მინდა მოგმართოთ ჩვენი მთელი კოლექტივის სახელით. პირველი. ჩვენ გვაინტერესებს კოლექტივს თუ შეიძლება გამოცდის მსვლელობის დროს რომ ერთმანეთისგან გადავიწეროთ. ანუ შეიძლება. შეიძლება, ხო? შეიძლება, ხო? შეიძლება? ხო, შეიძლება. შეიძლება, ხო? შეიძლება. ხო, შეიძლება. ხო, შეიძლება. არა, რა თქმა უნდა. ანუ არ შეიძლება რომ გადავიწეროთ. გასაგებია ხო მეგობრებო? შეიძლება დავიწყოთ გამოცდა და არავითარი გვერდზე გახედვები. რეზო რა უნდა გითხო იცი? არ გინდა რომ გადაგაწერინო. ჯერ ერთი რეზო არა. მე არ მინდა. თემო. და შენ რო გადამაწერინო არც ეგ არ გინდა, ჰა? მომისმინე. საბა მქვია. საბა. და მუშაობ, მაცადე რა. ცაცია ხარ საბა? კი, ცაცია ხარ? ვა. საბა ცაცია. საბა ცაცია. პატა ფერაძე. ანუ მარჯვენათი ვერ წერე ხო საერთოდ? ხო, ვერა. ერთი რა უნდა გითხოს? აბა ეს კალამი გადაიტანე იქით ხელში. გადაიტანე. ერთი ეს გამომართვი. და რამაით აი ორივეს ერთად თუ შემოხაზავ თან ზუსტად. მაცადე რა. ხო.
საბა იმაში ხედე. თორემ ხა მართლა ბე არის ეს ზუსტი პასუხი. მომისმინე. მაცადე მუშაობა. თორემ აი ვეტყვი გამოვცდეს და გაგაგდებს. არა რა ჭაჭარა სამბო მე ალკოჰოლს არ ვსვავ რა ჭაჭას ამბობ ეს მე რა ჭაჭარა ალკოჰოლიზმი თავასობს და პატა თუ არ გაჩერდები იძულებული ვიქნები მოხსნა გამოცდიდან აბა რა პატა რატომ გახარ ფეხზე? შენ მომისმინე ერთი წუთი. ერთხელ კიდე გადაულაპარაკებ შენს უკამზოს და მოხსენ საერთოდ გამოსვლა. გაიგე? საერთოდ მოხსენი გამოსვლა გეუნები. დაჯექი. იცოდე ეს უკანასკნელი შენიშვნაა. შენ თუ არ იცი და ვერ წერს ვებსაცალი მუშაობა. თქვენ იცით სწორი პასუხები. ვიცი, მაგრამ უფლება არ ამოს გითხრა. და მე არც მინდა რომ სწორი პასუხები მითხრათ, რაში მჭირდება თქვენ არასწორი პასუხები მითხრათ და იმის მიხედვით მე გავაკეთებ დანარჩენს, ლოგიკა ხომ აქვს მე. არა მაქვს უფლება. დაწერე თუ შეიძლება. ია და მარინა რო შემოვლენეს როგორ დავახვედრო თან რას იფიქრებს მარინა რო ცუდი კულინარია ხო იფიქრებს ელენე და რო შეუკვეთოთ მზასაჭმელი და მე მარინას უთხრათ რომ შენი გაკეთებულია მართალი ხარ სოფი მართალი და ამას რა უღოთ გადავყვაროთ რეზიკოს ვაჭამოთ კარგი ოღონ ცოტა კარგი მე დავრეკავ რეზიკო მოდი გაჭამო რა უნდა ვქნათ? აუ ძალიან ეთყობა რომ მკვდარია. არა, უბრალოდ თვალები აქვს დაჭყეტილი და გაშეშებული გდია. ჩემი საჭმელი ამას არ მოკლავდა. ხო, ალბათ დარდმა მოკლა ისეთ სამეზობლოში გადა. ვაიმე, რა საშინელება? რა უნდა უთხრათ ახლა მარინას და გიას? სოფი, იქით რო ინერვიულა. ხო. რაღაც უნდა მოვიფიქრე სოფი, შენ უნდა წახვიდე ზოომაღაზიაში და იყიდო ზუსტად ასეთი თუთიყუში, რომ შევცვალოთ და ვერ მიხვდნენ. აჰა. ამას მე დავიტოვებ რა. გაგიჟდი ნიკა. კარგიც რა, დარეჩიტის ყოველთ არ შეიძლება. ელენე, მე ვიცი. მე ახლა წავალ ზოომაღაზიაში და ვიყიდი ზუსტად ასეთ ჩიტს. მართალი ხარ სოფი, წადი ზოომაღაზიაში და იყიდე ზუსტად ასეთი ჩიტი. კი ხო? დინა ეს პუდარი გაგატანო და შეადარე. რა თმინდა ნიკა, ორი ფეხი, ორი ფრთა, ერთი ნისკარტი. დებილი კი არ ვარ.
ანუ დე, ხო, სწორი პასუხი. ეხვეწები, მაცადე, მე რო გავალთ მე. აი. ატა რასაკეთებ? აი, სუდი განათება იყო თვალები მეტკინა და ხვდებით და. არა, მართლა აი თვალები მეტკინა, აი ვერ მახეთ სუდი განათებაა ძალიან და ხვდებით აი ეს. აქ დაჭექი. რა გაყვირებს მე რა მეც მოვჩი ეს და ქვეყანა კი არ შევყარე მეც დავამთავრე რა გაყვირებ მანახეთი რა დაწერე და რა შენ გონი ეს ბე არის ახლა აქ სწორი პასუხი ატა ერთი წუთი დაგრჩა უი, რას? ერთი წუთით და ეგ არის, ერთი წუთით. ორი, სამი. თუ დამთავრე ჩამოვარდე ნაწილი. 16 წამი დამრჩა. სხვათა შორის ორი წამით ადრე წამართვით რო იცოდეთ. ვა, ბავშვი, მარტო ხარ ბავშვი? კი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ვა, რა ხდება ბავშვი, ჰა? კეიფობთ? სტუმრობს ველოდებით თუ რა ხდება? არა, ეს ისე გააწყო დედამ სუფრა. მეც გავერთობი და პატასაც გავახარებო. ო! ძალიან კარგი. ბავშვი, მომისმინე ახლა მე სააბაზანოში გამიხარ და სხვათა შორის დიდი მადლობა ელენის. სააბაზანოში შევალ და რომ გამოვალ იქიდან მე რე შევჭა მაგრა. წავედი ბავშვი, აბა შენიცი კოცმი. ნიკა, დედიკო, სოფია არ მოსულა? არა. ნეტავ ზუსტად ისეთი თუთიყუში მოიყვანოს. ნეტა ფრინველი მოიყვანოს. ალენე გადავჭი. მართლა გილოცავ რაო მამაში. მოკლედ დაჯექი. მოკლედ მივედით მედალაშა სადარბაზოსთან. თებერვლის სუსხიანი ქარიქროდა. ქუჩაში ფაქტიურად არავინ იყო. და ჩაბნელებულ სადარბაზოში ავის მომასწავებელი სიჩუმე იდგა. კარგი რა თეკლა, კარგი რა, ნუ აბუქებ რა. მივედით ნეს მე მოუყვები. მივედით ნესესთან უთხარით ყველაფერი ჩვეულებრივად მივიღო და წამოვედით. ხო, ეგრე იყო, მაგრამ სუსხიანი ქარიქროდა. ელენე, მალე მოვლენგია და მარინა? კი, მალე მოვლენ. ვაიმე, ლაშა რო იცოდე რა დაგვემართა. მარინამ თუთიყუში ხო დაგვიტოვა. მოგვიკუდა. რა? როგორ? დედიკოს გაკეთებული საჭმელი ვაჭამეთ. არა, ლაშა, ნუგეშინია, ის საჭმელი გადავყარე, ნუგეშინია. აქ სუფრაზე რაც დევს, ნაწილი შეუკვეთე, ნაწილი მარკეტიდან ამოვიტანე. გამისკდა გული რა. მოიცადე ახლა ის რომ მოკვდა ის თუთიყუში. იცი როგორ უყვარდათ იმათ? იცი როგორ უყვარდათ რეზიკო? გუვლიდნენ, თავსევლებოდნენ, ზრუნავდნენ მასე. აი ჩვენ რო პაატაკოს დაახლოებით ეგრე რა. ძალით არ გვინდოდა. აიმე საწყალი რეზიკო ძალიან იწვალა. არა, ხოც დედა როგორ მზარეულცა. საჭმელებსაც აკეთებს. მოიხო. ვერაფერი ვერ გაიგო. ამარგიშებ თქვენ მე და რანაირად მოეხო რო შემოვლენ. გია და მარინა მოიკითხავენ იმ თუთიყუშს და რა უთხრა, როგორ უთხრა რომ მოკვდაო.
ხო, ეგ როგორ უნდა უთხრათ, არ ვიცი, არ უნდა უთხრათ ლაშა, სოფი წავიდა და ზუსტად ისე თუთიყუშს მოიყვანს. შევცვლით და ვერ მიხვდებიან. და დიდი ხანია რაც წავიდა სოფი. ისე რა, მანამდე იადონი მოიყვანა და უკან გაუშვით. სურათი გავატანეთ თუ არაერიოს. არა, რო შემოვლენ ის ხალხი, მოიკითხავენ იმ რეზიკოს რა. არა უშავს, ეგ არაფერი ლაშა, მოვატყუებთ რომ ნიკას ყავს აყვარნილი ზემოთ და თამაშობს. რატომ მოვატყუებთ, თეკლა, მართლა ყავდა და თამაშობდა. ო, ნიკა. არა, დიდი ხანი არ თამაშობდი, მე გადამივარდა აიმიდან. მოვიდე, გია და მარინა არის. ეხლა რაღაცნაირად რო გავწელოთ, სანამ სოფი მოვა, გაიგე? ხო. არ გააღოლაშა, ერთი წუთი არ გააღოლაშა. შემოვლენ მე გავწელოთ დროს. მოიფიქროს რომ მე მოვამზადე, მიდი გააღო. მობრძანდით. გამარჯობა. გია. ელენე სასიამოვნოა. თეკლა. სასიამოვნოა. დაბრძანდით. მე ღვინოს ჩამოვასხავ. მოგეხმარებით? არა, იყოს, თქვენ დაბრძანდით მე ახლა. უი, ელენე, რამდენიმე გაგიკეთებია. არა, რა სამოთ, ეს ყველაფერი სულ 15 წუთში მოვამზადე. რეზიკო სად არის? ზემოთ. ზემოთ? მეორე სართულზე? ხო, მეორეს. როგორ იქცეოდა? ვები ძალიან კარგად, საერთოდ ხმა არ ამოუღია. ნიკა დედიკო, ჯერ თაფლი ჭამე. ელენე, თაფს აჭმევა? კი. იცი რა, მოზარდისთვის 15 წლამდე თაფლი არ ვარგა. Yes! ამას აქში ჭარხლის წვენი და რძე უნდა მისცე. თაფლი მინდა. ოღონდ ეხლა არა. ავალ მე რეზიკოს ვეთამაშებ. გია, ცოტა ხნის წინ ეზოში ვიყავი და იცი რა ვნახე? რეზიკოსნაირ თუთიყურს კატა მიათრებდა. ლაშა. რაღაცა მინდა. არ მინდა მარინასთან ერთად გითხრა, არის ეშინია თუ რა. მოკლედ. წეგან სადარბაზოში ის შევხვდა. ვინ? ის თაგვი. მე მგონი ნაწყენია ჩემზე რომ გავაგდე. მე და მარინამ გააგდო. რაზე შეატყეთ? ზედაც არ შემოხედა. ძალიან რთული ხასიათია კეთყობა მაგას. რთული და მტკიცე. მე შენი ღვინოა. ასეთ ღვინოს კარგი სიმღერა მომხდება. მოგურჩევნა ამ გვიცოდე. კი ბატონო, აზე ლაპარაკი. ვარსკვლავებით განათებულ ქუჩებში თრალი მთვარე დაეხეტება. არც ეს იცით თუ? ანერი ქართველები ხარ, გაგებინებდი რა. ელენე, რაღაცა უცხო გემო აქვს ამ სალატს და რა გაუკეთე? რა და სალათის ფურცლები, მაიონეზი, ყველი, ზეთის ხილი, თეკლა ეს რა არის? არ ვიცი. და საიდუმლო ინგრედიენტები. Don't worry, be happy. პატა, მარტო არა ხარ, პატა. ლაშა მოხოდი როგორ გამიხარდა, შენ გენაცვალე, სათხარ რამდენი ხარ კაც. ლაშა. შენ მომისმინე ხა, პატარა სუფრა რაღაცა ხო ხტები და ის არ დავპატიჟოთ, რა ქვია იმას. ის რო არის, ხო ხტები ის დავპატიჟოთ რა ისა. ლაშა. ერთი. თაგვია რა.
პივიზე გეუნები ის რო არის კაცო გია აი მე ეგეთი თაგვი პატა თუ გინდა მოიშორე ეგ პირსახოცი თუ გინდა ო რა თუ მინდა რა გაშენ რა მოვიშვე 이제 내셔야 그렇지. გამარჯობა თუ უი გია როგორ ხარ წეხან შენზე ლაპარაკობდი სხვათა შორის მიხვდი ქალბატონო მარინა ეს პატა ბინავისგანაც იყიდეთ ის ახალგაზრდა გამარჯობა ქალბატონო მარინა უჩი გია შენი მეუღლეა? ო, მარინა ეს. მე არ უნდა გამოსდო გია რა ტიპი ხარ? როგორ მინდა და უნდა გადაგეხვიო. შიგებ შეხვიდე ოთახში შეხვიდე შენ ოთახში. რა მინდა? ლაშა ოთახში ესეთი სტუმრები ყოლია და ოთახში რა მინდა? რას ლაბა ხო არ გაგიჟდის? დამანებე თავი კაცო. გია რა შევით? კეიფობთ? კეიფობთ, აბა კეიფობთ. მაგრამ ისეთ კეიფს აუთხარი, სადაც არ მღერიან. აბა, გია რას ქვია? აბა რა. ვიმღეროთ? ვიმღეროთ. როგორ უნდა ამყვეთ ყველა? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, წავიდა. ესპანეთის მიწავნახე, მაგრამ ჩვენი ჯობია. გაცივდი? ალერგია მეგონა. მე ელენე დრამეში დამცხარში ხო არ უქენი თხილი? დამცხარში თხილი არა მგონია. ალერგია აქვს თხილზე? თუკი არა ზუსტად ვიცი რომ არა. არა ხო? წყალი მოვიტანე. წყალი მოუტანე, წყალი. არა უშავს. არა უშავს, შენ მოგია, შენას გიზავს ალერგია. არა უშავს. პატა. ბატონო? პოეტი ხარ? არა მე ძირითადად ხზავ. დიახ. ქალბატონო მარინა? ხო რუდილა რანინა, ჰა? პატა უხერხულია ოთახში შედი. კარგით ეკლა რას ლაპარაკს რა არის უხერ დამაცადე ერთი წუთი ხალხთა ლაპარაკი რა გჭირს ვერ გავიგე რა მოგივიდე სადაც დილობა გააქვს საერთოდ ყველ რა გჭირთ ვერ გავიგე რა პატა გინდა ხალაც გაჩუქებ მინდა მომე შედი მაშინ ჩემთან ოთახში ჩაიცვი და ისე გამოდი და ნახოთ აბა როგორ მოგიხდება მიდი აბა კარგი ქალბატონო მარინა უკაცრავ დიდ ბოდის გიხდით დაგტყოთ ხო ხტები ცოტა ხნით დიახ ეხლავე დაგიბ დიდი ბოდიში რა არ გეწყინოთ კარგი ხო მივდივარ ელენე ჩვენ რომ ვიყიდეთ პატას ბინა პატა ამიტომ ცხოვრობს თქვენთან? კი. ვაი მე ძალიან დიდი ბოდიში ასეთ სიტუაციაში რომ ჩავდივარ. რაღაც ვერ გავიგე. კიდე გასრავთ რა ცოტა ჩუმად რა იქ ტელეფონზე ვლაპარაკობ. ცოტა ჩუმად თუ შეიძლება რა ხო. გია ისე ცუდად ხარ? არა. ალერგია ჩოლობრივ. არა უშავს ლაშა გაუვლის ზუსტად 2 საათში გაუვლის. ხო. უი გია მაინც გაწითლებული ხარ და ეხლა გეტყვი. დღესდღეობით სარეცხს რო ფენდი. შენ ზოლებიანი ტრუსი ჩამივარ და ქვემოთ მეზობელთან და იქნება ამოიტანო მე არ ვიცნობ მერიდება. აი ამოვიდან ბარემ გავიცნობ კიდეც. ელენე, კარგი რა, რა სერჩი ამოჯახს? ჯერ თუთიყუში რეზიკო ახლა გია. არ ვიცით ეკლა, არა და ეს ნამცხვარი ისეთ მარკეტში ვიყიდე რომ წესით იქ თხილი საერთოდ არ უნდა ქონოდათ. გია. რა წითელი ხარ აქ ჭის რა არის? ლაშა აბა ჩუქი ჩააქრე გია თუ გაანათებს არ გეინდა. თქვენ ასე თქვენ ქალბატონო რანინა? მარინა.
ორდილარანია. ბატა, ეხლა გაჩერდი გეხვეწები ხლა. ამის დრო არის ახლა, ამის დრო არის. მართალი ხარ ლაშა, მაგის დრო არ არის ახლა. მეგობრებო, ერთით ყურადღება თუ შეიძლება. წეგან დამირეკეს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან. და მითხრეს შემდეგი რაღაცა. პირველი. ბატა, თქვენ გილოცავთ წარმატებით გაიარეთ ტესტირება და მეორე, ხვალ მობრძანდებით და სამსახურში აგიყვანთ სტაჟიორად. და ხო, ეს ორი. აი ესე. ასე რომ მომილოცეთ. რა ტესტები იყო ეგეთი? რა გქვია და რა გვარი ხარ? არა, თეკლა შენ წარმოიდგინე, უმაღლესი მათემატიკიდან იყო შეკითხვები და სხვათა შორის ძალიან კარგად ჩავაბარე რო იცოდე, ხო? ამ დღეებში ხო დამჭირდა მე და უმაღლეს მათემატიკას გადავხედე, ხო ხტები კი? ამ დღეებში რატო დამჭირდა ბატა, მაინც რო ვიცოდეთ. არ გირა ლაშა, შენ მაინც ის იმდენი ვალები მქონდა, ჩაულებრივი მათემატიკა არ იყო და უმაღლეს გადავხედე. ოჩახ ბატა გილოცავ, დადე გამიხარდა. მადლობა. ოღონდ ერთ რამაზე მწყდება გული. დედაქალაქი მეწოდება. ეხლა შენი ამბავი რომ ვიცი, ისე განავითარებ რეგიონებს, რომ ჩვენი თბილისი ვერ აყვება ამ ტემს და ჩამორჩება. ხო, მართა გია, სხვათა შორის მაგაზე მეც ვიფიქრე მართალი. არა, რა არის, რა სიზავ ესეთი ყოფილა თბილისის ბედი და. ლაშა, ესეა სამწუხაროდ პროფესიონალები წინ მივდივართ, შენაირი უსაქმურები კი ყოველთვის სახში იჯდებიან. ბატა, სად რჩები დღეში? მაგაზე კი არ მიფიქრე. ხო, არა, მართალია ლაშა, მე პროფესიონალი ვარ, მაგრამ შენ ყოველთვის ჩემზე წინ დგახარ და ჩემზე წინ იდექი. მე ყოველთვის შენს უკან დგავარ. ჯერ შენ, მერე მე. ჯერ შენ, მერე მე და მერე წითელი გია. გია, მე მგონი დროა დავასვენოთ ეს ოჯახი. არა, რა ბრძანებთ? ავიდეთ და ბარემ ჩვენი რეზიგო წავიყვანოთ. ხო, აუცილებლად. ახლავე ჩამოგიყვანთ, ახლავე ჩამოიყვან. ელენე, როგორმე სოფის მოსვლამდე დრო უნდა გავწევოთ. არა, ჩაის და ყავის გარეშე ვერსად ვერ გაგიშვებ. დასხედით თუ შეიძლება. ძალიან ხალ ქალბატონო მარინა, ჩაი თუ ყავა? ჩაი, შავი თუ მწვანე? შავი. შაქრი თუ უშაქროთ? უშაქროთ? რძით თუ მურაბით? მურაბით. მურაბა მარწყვის თუ კაკლის? კაკლის. და დიწი ჭიქაში თუ პატარაში? უი, რა მომის ყველაზე ლაპარაკობდი. თავიდან დავიწყებ, ესე იგი, ჩაი თუ ყავა? ჩაი და კარზე ზარია სოფი იქნება. სოფი იქნება. მე გავაღებ. ლაშა გააღებს, თეკლა ჩაის დაასხავს. გია და მარინა, ჩემი აბაზანა რო არ ნახოთ არ შეიძლება. წამობწანდი. უი, ერთი წუთი ბოდიში რა ის. ჯერ მე შევარ რა ის. ყურის ჭხირების გადაყრა დამოვიწყდა და გადავაღებ. მაშინ გიას თხილის მერესუფთა ჰაერიესი ამონება წამოდით აივანზე. ჩვენ არაჩვეულებრივი ხედი გვაქვს. ხო. ხედით მართლაც არაჩვეულებრივია. რომ გაიხედა, აქეთ არის მოდი. ყოჩახ სოფი, ზუსტად ისეთი თუთი ყუშია. კი, ზუსტად. მაგრამ რაღაც სხვანაირი სუნი აქვს. იცი რა მოხდა? ზუსტად რეზიკოსნაირი არ იყო, ამიტომ ჩემ ვიზაჟისთან გავიარეთ და ოდნავ შევღებეთ. იმედი მაქვს ვერ მიხვდებით. არ ვიცი, თუ მიხვდებიან თქვენ თვითონ აუხსენით რაღაც მე მეჩქარება. გაგიჟდები. ხო არ დაბანენია. არა ვიცი. უი, რეზიკოც მოსა. გია, ნახე. მიცნო და გაეხარდა. უჭკვიანესი არსება. დიდი მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა, ნახვამდის. კარგად იყავით? აბა არ დალიეთ ჩაი და. რა თუთი ყუში, თუ ძმა ხარ რა. ეს თუ სხვანაირი არსებაა. დარბაისელი. ის დაგვიგაცო. მამა, რამე მითხარი რა. კარგი, კიდევ ერთხელ გეუბნები, რა მოხდა, სადაც პირსინგი გავიკეთე, იქ პატარა ტატუც რა მოხდა, ჰა, მამა. მამა, რამე მითხარი. ხო, კარგი.
გია. ამ ბოლო წლებმა ძალიან შემცვალა. საიდან მოიტანა? დღეს მთელი დღე ველაპარაკები რეზიკოს და თითქოს ვერ მცნობს. ეთქობა წინს. ჯერ კიდევ რეზიკოს რო ვეძახით ამ 10 წლის ჩიტს. ბატონო ლევას თუ ერას გეტყვით. ნიკა, ეს დატოწებს აქ ან როდის მოვიდა ჩვენთან? რა ვიცი, აბა, მე იმასაც ვერ ხვდებოდი, აქამდე რა მომჩებოდა ჩვენთან. შენ აქ რა გინდა? ხო ამბობდი გუში რომ უნდა წავიდე ხვალ ვივარჯიშო, ვირბინო და რატო ხარ აქ? ვირბინე უკვე ეზოში მოედნის გარშემო დავრბოდი, მერე მაღაზიისკენ გავიქეცი, მერე კიდე წინა კორპუსას დავარწე 1-2 წრე. ოჩახ ნიკა, ოჩახ. ოჩახ მე კი არა, ოჩახი მთეთრ ძაღლს ამდე ხანს რო დამსდები. მე კიდევ კარგი ემზარი ბიძია ჩამოვიდა და იმას გაეკიდა. და ელენემ გაიღვიძა? ისევ ცუდ ხასიათზეა ელენე? არა. ბევრად ცუდ ხასიათზეა. ნიკა, მე ხლა მეჩვენება თუ მართლა სწავლობ შენ? არა, არ გეჩვენება, მართლა ვსწავლობ. რა ვიცი, რო გავიგე, რომ პაატასაც გქონია დიპლომი, გადავწყვიტე რომ ვისწავლო სირცხვილია. მე ყველა დამიწყებს, რომ შეხედე ნიკა, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ისწავლე, ხო ხედავ, პაატასაც კი აქვს დიპლომი. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ მეთქი. ხო, მაგრამ სწავლობ. ნიკა, ბევრს ლაპარაკობ, ადი ოთახში იქ ისწავლე. ელენე მართლა სწავლობს და ეხლა ლაშა, შენც ბევრს ლაპარაკობ. ნიკა, ადი ოთახში. არა, ელენე მართლა კარგი, ესა ელენე, თეკლა რატომ არის აქ, ან როდის მოვიდა, რატო ძინავს ჩვენთან? თქვენ რო გეძინეთ, მაშინ მოვიდა, მაგის გამო მთელი ღამე არ მძინებია. მთელი ღამე არ მძინებია, გვიან მოვიდა? არა, დილის 7 საათზე. მოიცა, აბა მთელი ღამე რატო არ გეძინა? მე 7-ზე მინდოდა დაძინება. ხო, ეს ელენ, მეცდი. აი. და 7 საათზე რაღაცა მოვიდა დილით. ისეთი მთვრალი ვარ, ასეთი მთვრალი სახლში ვერ მივალ, დღეს თქვენთან დავრჩებიო, ამას მეუბნებოდა თვალებით. ისე საერთოდ ვერ ლაპარაკობ და ისეთი მთვრალი იყო. ისეთი მთვრალი იყო, რომ შემოვიდა პირდაპირ აქ დაეძინა? არა, მან და არა ლაშა. აი აქ. მერე მე ავაწვინე.
ლინა, ასაკეთებ? საუზმეს გიმზადებ. დაჯიქი შენ და უცებ გინერმა. აი, ამ ჩანთას მიხედა, თორე დამჩება ნახავთ. ეხლავე გაისწორე ესა. რა გვაქვს? რა გვაქვს და მჟავნა სუპი. ხო იცი უზმოზე რა კარგია მჟავნა. მჟავნა სუპი კარგია, მაგრამ ის არის, რა ქვია, აი, სოსისი აქ და მომიხარშე რა. კი არ დაიწყო, ეხლა ხორცი თუ არ უჭამე ვერ ძღებიო. ეხლა ესე ნუ იზამონო, ამდენი წლის ნაშენები ურთიერთობას, სოსისის და მჟავნის გამო თავზე დაგვენხევს. ახლა რა ხდება ქვეყანაზე? ია. გუშინ გვიანობამდე კითხულობდი? კი, 4-მდე. მერე როგორ დამთავრდა? რა ვიცი, არინა. მაღალი ძაბვის სადენების გამტანინობაზე იყო ციგნი და კარგად გაატარა ბოლოს. ეს კარადა ყავისფერი არის ხო? იცი რა დამემართა? იმდენი ხეხე რო გათეთრდა ცოტა. აი ესე ხო ხდება? ხო და მაგიტომაც გავხეხე. გია. დამავიწყდა მე თქვა ბავშვმა მითხრა ფული დამიტოვოს მამამ შარვალი მინდა ვიყიდო. კარგი დავტოვებ, მაგრამ შენც უნდა გაყვეცო. რა თუნდა ჩემი გაყოლა დიდია უკვე თვითონ წავა. რა თუნდა და წინათვეში რომ მივეცი ფული ვერ ნახე როგორი ჯემპრი იყიდა, არ გახსოვს რას გავდა. ფოტოშოპის ის ჯემპრი კი არა შარვალი იყო. ეს ეგაცო ის უშნო ჯემპრი შარვალია? კარგი რა. კაი, მივცემ ხო. მერე მივცემ. გია. იცი რა, რაღაცა გაუცხოებულია ძალიან ბავშვი. საერთოდ აღარ მელაპარაკება. მთელი დღე შემძროლია იმ თავის Facebook-ში. მე მაგას რა ვარ, მაგაზე და დოხკაცო, გააკეთე შენი Facebook-ი და ეჩათავე ხოლმე. საერთოდ არ გაინტერესებს ჩვენი ოჯახის ამბავი. რატო ლაპარაკობ ახლა მაგას? უბრალოდ ამის ვერაფერი ვერ შევაგნებინე. ეს სალომე ხო გვიჯერებს, კი, მაგრამ ეს არა. აი უყურე, პოლიტიკა მაგას არ აინტერესებს. ფეხბურთი მაგას არ აინტერესებს. ძმაკაცებთან ერთად კეიფი და დროსტარება ხო არ აინტერესებს და არ აინტერესებს. რანაირ ქართველია ეს? ეყოფა ნუ დაიწყე. ვერ გავიგებთ ჩვენ სხვა თაობა. მომისმინე ახლა კარგად. ესე იგი, აქ ჩაგიდე. ხაჭაპური. კატლეტი, პიურე, ეხლა ჩავდებ ვაშლს და წვენს. იცოდე სამსახურში მშიერმა არიარო რა. როგორ სამსახურში მიშვებთო თავგადასავლების საძიებლად, გამაგებინე. არიცი შენი კუჭის ამბავი? რა დღეში გაქვს კუჭი ხომ იცი? და რატო გიყვარს ესეთი ესე მოქცევა? ესე დაიჭირეს. გია, ვის ველაპარაკები? მოიცა რა ჩემს სამსახურზე ლაპარაკობ რაღაცას კაცო. ხო და წადი სამსახურში დაგაგვიანდება და მაგას იქაც გაიგებ. აინა მოიცადე შეიძლება ჩემ თანაშრომელს დააგვიანდეს 2-დან 5 წლამდე, დამაცადე. პატა, რა სიმპათიური ხარ? რა არის პატა, რას გავხარ? მოეწონე. ელენე, ეს ყავას გამიკეთებ, ხო? არა. ძალიან ცუდ ხასიათზეა ის. ელენე, ერთი ისეთი ჭიქა ყავა გამიკეთე, რომ აი წარმოიდგინე, ძალიან ცუდი რო იყოს, წყალ-წყალა რო იყოს და რომ დავლიო და მუცელიო ჩამისკდეს ეგრევე. პატა, ეთი იცი რა მითხარი? გუშინ მუცელზე რატომ აბობხდებოდი? არიცი,